მოდი მოკლედ გაგეცნობით, ჩემი სახელია ლაშა. მე უკვე სადღაც 4-5 წელი არის კონცეპტ არტისტად და ილუსტრატორად მუშაობ. თავიდან მუშაობა დავიწყე ინდი სტუდიოში, თბილისში, სახელად Happy Bet, მობილურ თამაშებზე ვმუშაობდი. მერე შიდა პროექტზეც მუშაობდი, რომელიც სამწუხაროდ შეჩერდა. შემდეგ გავაგზავნე მობილურ თამაშებზე მუშაობა, მერე სლოტ თამაშებზეც ვიმუშავე და ახლა უბრალოდ ფრილანსერობ. და ასევე ვასწავლი კონცეპტ არტის კურსს Smart Academy-ში. სანამ დავიწყებ თვითონ პრეზენტაციას და საუბარს, ძალიან გთხოვთ, თუ რამე შეკითხვა გექნებათ, შემაჩერეთ. ან ხელი აწიეთ, ან დააკომენტარეთ, რომ რამე არ გამოგჩეს და გავიაროთ. მოკლედ დავიწყებ მაშინ პრეზენტაციას, ანუ მოკლედ ავხსნერ უკვე რა არის კონცეპტ არტი, ანუ ვინც არ იცით, ეს არის წარმოიდგინეთ დიზაინი, ანუ რაღაცა იდეის შექმნა და ვიზუალიზაცია, უხშად რო ვთქვათ, არის ვიზუალიზაცია ნებისმიერი სახის კონცეპტის, რაც შეიძლება დაგჭირდეს, არ არის აუცილებელი რომ იყოს მხოლოდ ფილმისთვის ან თამაშისთვის, ანუ შეიძლება იყოს ეს ბრენდისთვისაც, კომიქსისთვის და ძირითადად ვიზუალურ მედიას ეხება და ამის გარდა რეკლამებშიც ხშირად გვხვდება ხოლმე რაღაცების კონცეპტ არტი. უფრო ხშირად ასოცირდება თამაშებთან, იმიტომ რომ გარკვეულწილად მანდ არის ყველაზე მეტად დანერგილი ეს პერსონაჟის დიზაინი, რა ქვია, სხვადასხვა გარემოს დიზაინი, ობიექტის დიზაინი და ასე შემდეგ. და ანუ ამისთვის მინდა განვჩვენოთ არტბუქები, სადაც ძალიან კარგად არის ნაჩვენები, ანუ თვითონ კონცეპტ არტში რა იგულისხმება, ეს არის Castlevania-ს არტბუქი, ანიმაცია Netflix-ის. და მინდა განახოთ, ანუ შექმნის პროცესი და დაახლოებით ესეთ პროცესს გავulit ჩვენს კურსზე. თავიდან ანუ ყველაფერი იწყება იდეის გენერირებით, ანუ არა, მოდი სანამ ამაზე ვისაუბრებ, პირდაპირ გეტყვით კურსზე რა დაგჭირდება, რომ მაინც იცოდეთ და მერე დავუბრუნდები ამას. ანუ კურსის გასავლელად დაგჭირდება სახატავი პლანშეტი. აქ Photoshop-ი მიწერია, მაგრამ წინა სტუდენტებიდან ყველას Photoshop-ი არ ქონდა, ზოგიერთი იყენებდა მას რა ქვია, iPad-ზე Procreate, Clip Studio Paint, მთავარია მოკლედ რომ ციფრული სახატავი პროგრამა გქონდეს ნებისმიერი, რომლის გამოყენებაც ესე თუ ისე იცით. თუ არ იცით გამოყენება, არც ეგ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ Photoshop-ს ავხსნით. წინა კურსზე მოხდა, რომ სახატავი ბაზა ასე თუ ისე ყველას ქონდა, მაგრამ ეს კურსი ითვალისწინებს, რომ თუ ვთქვათ, ვინმე არ იცით, როგორ გამოიყენოთ სახატავი პროგრამა, აბსოლუტურად ნულიდან დავიწყებთ ყველაფერს. დაგჭირდება სახატავი პლანშეტი, ეს იქნება თუნდაც ესეთი Wacom-ის ან ნებისმიერი ბრენდის, რომელთაც შეგიძლიათ რომ ციფრულად ხატოთ და ასევე გამოვიყენებთ ამ პროგრამას და ამ პოტენციურად ამ ორ პროგრამას. ეს ყველა პროგრამა დანარჩენი Photoshop-ის გარდა არის სრულიად უფასო და მაგას ასევე ავხსნით რას აკეთებს. ხო, მოკლედ ეს არის რაც დაგჭირდება ზოგადად ამ კურსის დასაფარად. აქედან აუცილებელი არის სახატავი პლანშეტი და რომელიმე სახატავი პროგრამა. დანარჩენები ყველაფერი არის ყველაზე დამოკიდებული იქნება თუ არა სურვილი მაგის გამოყენების. ხო, მოდი გავაგრძელებ კონცეპტ არტზე საუბარს. თავიდან ანუ ყველაფერი იწყება იდეის და ჩანახატის გაკეთებით. ამაზეც დღეს წინასწარ ჩავწერე ვიდეო და გაჩვენებთ ამ მასტერ-კლასზე. ანუ რა რის გაკეთება დავაპირეთ და რა იყო იდეა. შემდეგ ანუ კონცეპტ არტისთვის ერთი ძალიან მახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ერთი და იგივე იდეის სხვადასხვა ვარიანტების მაგალითად როგორც აქ არის ნაჩვენები ამ პერსონაჟზე, ბელმონტზე, რომ როდესაც ანუ კეთდებოდა ეს საბოლოო დიზაინის ჩანახატებია, მაგრამ არის კოსტუმის სხვადასხვა სახის ვარიანტები, რაც ჩემს გამოცდილებაში საკმაოდ ხშირად მომიწია, კონკრეტულად კოსტუმზე არა, მაგრამ ანუ სხვადასხვა დიზაინების, სხვადასხვა ვერსიები შეიძლება გაკეთდეს ერთი და იგივე პერსონაჟის, მაგალითად თმის, სახის, აღჭურვილობის და ასე შემდეგ. და აქაც მერე, ანუ კიდე სხვადასხვა ეტაპები შეიძლება შემოვიდეს. ამ შემთხვევაში რადგანაც ანიმაციასთან გვაქვს შეხება, არის პერსონაჟის სახის ემოციები, შეიძლება ასევე იყოს მოძრაობები, მოქმედებები იმისათვის, რომ პიროვნება გამოჩნდეს. და ასევე კონცეპტ არტში ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ რისთვის და რატომ კეთდება ეს ნახატები. ამ შემთხვევაში რადგანაც ანიმაციასთან გვაქვს შეხება, არის ყველაფერი დამახასიათებელი ამ ანიმაციისთვის. უნდა იყოს დაცული თვითონ რა თქმა უნდა სტილი, ასევე უნდა იყოს დაცული, ანუ იმდენად რთული არ უნდა იყოს, რომ ანიმაცია გაჭირდეს და ანუ ესეთი დეტალები და თუნდაც ანუ დამუშავების მაქსიმუმი სადამდე მივა.
ამ შემთხვევაში ამ პერსონაჟისთვის, ანუ როგორც ხედავთ, გვაქვს ფერები და ჩასმული მხოლოდ ერთი სახის ჭრილის ტონი. და ანუ აქ უკანაც რო ნახოთ, დაახლოებით ესე იქნებოდა, ანუ ეს არის ანუ კონცეპტის შოტები, სადაც ანუ ნაჩვენებია დაახლოებით, ანუ საბოლოო ვერსია ანიმაციის როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს. ასე მინდა განახოთ, ანუ როგორ კეთდება თამაშისთვის, ეს არის Divinity-დან, ეს არის RPG თამაში. ამ შემთხვევაში ნახავთ, რომ ანუ თვითონ ნახატში საკმაოდ დიდი სხვაობა არის. ბევრად მეტ დეტალთან გვაქვს შეხება და ბევრად უფრო დამუშავებულია და ისევ და ისევ ანუ შემოდის ის საკითხი თუ რისთვის კეთდება და რატომ კეთდება. ეს რადგანაც თამაში არის, ანუ თავისთავად ბევრად უფრო მეტ დეტალთან შეიძლება გქონდეს შეხება და რომ დააკვირდეთ დამუშავების დონეც და რაოდენობაც ბევრად უფრო მეტი არის. გამომდინარე იქიდან თუ რასთან გვაქვს საქმე. აი, გასწროთ. აი აქაც ხედავთ, რომ აი ეს ერთი და იგივე დიზაინის სხვადასხვა ვარიანტების გაკეთება, როგორც უკვე აღნიშნეთ, მაზე, აქ ჯავშნებზე და ასევე ძალიან ხშირად, აი ცოტა იქით რო გადავიდა. ხო, აი ნახავთ ესეთ რაღაცეებსაც, ანუ საწყის ეტაპზე როგორ გამოიყურება, ცოტა უფრო მეტად დამუშავებული ვარიანტები როგორ გამოიყურება და ასევე შეიძლება თუ artbook-ებს გადმოწერთ ან ნახავთ, შეამჩნიოთ, რომ რაღაცა სახის სხვაობა იყოს ცოტა ოდენ სტილში, ეგ იმიტომ რომ ანუ ერთ პროექტზე ხშირად ბევრი მხატვარი მუშაობს, მაგრამ ნუ ესეთ რაღაცებიც შეიძლება შეამჩნიოთ. და რაც თავარია, კიდევ ესეც სახასიათოა ძალიან, რომ ანუ იარაღის დიზაინების სხვადასხვა ნაწილები, აქაც Castlevania-ის artbook-ში რა ვნახოთ, ანუ მხოლოდ პერსონაჟზე რა თქმა უნდა ეს ამთავრდება, არამედ გვაქვს გარემოს დიზაინები და რაც თავარია, მხოლოდ ხატვასთან არ გვაქვს აქ შეხება, აქ ასევე იყენებენ 3D მოდელებს, ფოტოებს, 1000 სხვა სახის ტექნიკას და ასე შემდეგ. ხო, ნუ ამ ყველაფერს თვითონ კურსზე უფრო დაწვრილებით გავივლით, ანუ თვითონ ეს artbook-ები როგორ გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ, რა შეიძლება რო ავიღოთ ამ artbook-ებიდან, პრეზენტაცია როგორ მოვახდინოთ ჩვენ პორტფოლიოში დამუშავების და ასე შემდეგ. ამით რაღაც შეკითხვა იყო დასრული. ილუსტრატორი რატომ არის ჩამონათვალში? ილუსტრატორი არ მაქვს ჩამონათვალში. Okay, მე კომპიუტერ. არა, რატომ არ არის ლაშა? ილუსტრატორი რატომ არ არის ჩამონათვალი? დავიკითხე, ბოდიში. ილუსტრატორი იმიტომ არ არის, რომ ხო, ანუ ვექტორული პროგრამას, ანუ ვერ გამოვიყენებთ ფიზიკურად სახატავად. იმიტომ რომ ანუ გაჭირდება ძალიან ჩანახატის გაკეთება და ნუ მოკლედ რთულია, ვერ დაამუშავებს და ვერ მიიყვან ისეთ დამუშავების დონემდე, როგორც სხვა სახატავ პროგრამებში, რასტერულ პროგრამაში შეიძლება. შემდეგ. ხო, ლიზამ დასვა შეკითხვა, რომ პროგრამას მირჩევით, რომ ჩავიწერო, თუ შეგიძლია რომ ჩაიწერო Photoshop-ი ძალიან კარგი, ანუ იმიტომ რომ კურსს მაგაში დავფარავთ. თუ არა და შემიძლია, ანუ შემოგთავაზო მე უფასო ალტერნატივებიც, რომელიც შეგიძლია, რა ქვია, გამოიყენო. ხო, რას ვისწავლით კურსზე? მოკლედ, კურსი არის მორგებული სრულიად დამწყებებზეც. რაც იმას ნიშნავს, რომ დავიწყებთ ფუნდამენტებით. ანუ ძირითადად კურსის მთავარი მიზანი არის, რომ თქვენ ისწავლოთ ციფრულად ხატვა და შემდეგ ეს ციფრული ხატვის ფუნდამენტები როგორ გამოიყენოთ კონცეპტ არტის შესაქმნელად. ანუ ეს საწყისები ყველაფერში გამოგადგებათ. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ზუსტად რო დაამთავრებთ ამ კურსს, თქვათ, რომ აი კონცეპტ არტი ვისწავლე, მარტო კონცეპტ არტზე მოერგება. არა. ანუ თქვენ შეძლებთ რომ ეს გამოიყენოთ თუნდაც კომიქსებისთვის, თუნდაც ანუ პერსონალური ილუსტრაციების გასაკეთებლად, ანუ ნებისმიერი სახის ვიზუალური დავალების ამოსახსნელად გამოგადგებათ. ძირითადად მორგებული არის, რა თქმა უნდა, ხატვის ფუნდამენტებზე. გავიცეთ რაღაცას, როგორიც არის კომპოზიცია, ფერი, ტონი, კონსტრუქცია და ასე შემდეგ. მოკლედ, მაგ ყველაფერს, ანუ ძირითადი ნაწილი მორგებული კურსის არის ამ ფუნდამენტურ უნარებზე. Okay. შემდეგ. ხო, მოდი ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ეგეთ რაღაც გავიაროთ. კურსზე ძირითადად გვექნება ესეთი სამუშაო სტილი. რა თქმა უნდა, დავალებაც ესეთ სახით იქნება მოცემული, მაგრამ თქვენი მიზანი იქნება, რომ შექმნათ პორტფოლიოსთვის ან რაღაცა ისეთი, რა ქვია, ნამუშევარი, რომელსაც შეძლებთ პორტფოლიოში წარადგინოთ, ან დაიწყოთ პორტფოლიოს კეთება. რისით, ან მოკლედ, რისით თქვა მინდა ამით. თავიდან შევქმნით briefs.
რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას გექნებათ ასე თუ ისე მორგებული თქვენს ინტერესებიდან გამომდინარე პროექტი, რომელიც თქვენ გინდათ რომ გააკეთოთ. წინა კურსზე მაგალითად გაკეთდა პერსონაჟის დიზაინიც, გაკეთდა არქიტექტურული დიზაინიც და გაკეთდა ასევე ცხოველის დიზაინიც გააკეთა ანიმაციისთვის ერთმა. ხო და იმაზე არ იფიქროთ, რომ კონკრეტულად ეს კურსი არის მორგებული, თქვათ მხოლოდ პერსონაჟებზე ან მხოლოდ ერთ რაიმე კონკრეტულ კატეგორიაზე. არა. ამ კურსში თქვენ ნებაზე იქნება სურათ რის გაკეთება გსურთ, თუნდაც ეს იქნება პერსონაჟი, ილუსტრაცია, მანქანის დიზაინი, არქიტექტურული, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფუნდამენტური უნარები, რასაც აქ ვისწავლით, ერგება აბსოლუტურად ყველაფერს. ერთი რაღაც რეკორდინგი არის ხო ჩართული წინაზე? ხო, კი, ოკეი. ხო, და რა თქმა უნდა, პროცესი იქნება ესეთი, თავიდან გავაკეთებ ჩანახატებს. ამ ჩანახატებს რა თქმა უნდა მოგცემთ ფიდბექს, გავიურით და გვექნება მუდმივად უკავშირი და შემდეგ რაღაცა დასრულებულ სახეს მიიღებს. კიდევ ერთხელ არ არის აუცილებელი ეს იყოს პერსონაჟი, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, რა ქვია, ილუსტრაცია, მოკლედ რაც თქვენ გაგიხარდებათ. ხო, მოკლედ ეს არის პრეზენტაციისთვის. ეხლა გადავალ თვითონ დემონსტრაციაზე, რამე კითხვა თუ გაქვთ, შეგიძლიათ ასე ვთქვათ, აი კიდევ სახატავი პლანშეტი აუცილებელია დასაწყისში. კი, დაფკირდება, იმიტომ რომ თავიდან პირველი 2 ლექცია, მაქსიმუმ 3 სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება, რომ ფურცელზე გაკეთოთ, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც აქ დავხატავთ, ჩვეულებრივად მოერგება, სტანდარტული ხატვის, მოკლედ სტანდარტული ხატვის ტექნიკები არის, უბრალოდ, თავისი პატარა ხრიკები. მერე, უკვე ვეღარ შეძლებთ გაგრძელებას, თუ რაღაც მომენტის მერე აღარ გქონდათ სახატავი პლანშეტი. კაი, თუ კითხვები არ არის, გამოსწერებად. კი, რა თქმა უნდა, ეს კურსი, იწყება სრული ფუნდამენტებიდან, არანაირი ხატვის გამოცდილება არ არის აუცილებელი. ყველაფერს ფუნდამენტურს და საწყისს ვისწავლით. და მორგებული, მოკლედ ყველა დონეზე. ოკეი, შემდეგი. კაი. და ამ მასტერკლასისთვის, წინაზე, როდესაც მასტერკლასს ვატარებდი, ჩვენი ძველი მოსწავლე გვერდება. წინაზე, როდესაც მასტერკლასს ვატარებდი, დრო არ მეყო იმისათვის, რომ პერსონაჟის დიზაინი თავიდან ბოლომდე გამეკეთებინა, ამიტომ გავაკეთე ჩანაწერი, წინასწარ ვიდეო და ამ პროცესის განმავლობაში ვილაპარაკებ, ხანდახან გავჩერდები და უფრო დეტალურად გავვლი ზოგიერთ ნაწილს. და ამიტომ ამ რა ქვია დემონსტრაციისთვის გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა Smart აკადემიისთვის პერსონაჟი, მესკოტის დიზაინი, რასაც ეძახიან. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ყოფილიყო რაღაცა რობოტის მსგავსი, მოკლედ რობოტი და ბევრი რომ აღარ მოგაწკინოთ, მოდი ჩავრთავ ვიდეოს და თან გავიაროთ. რა თქმა უნდა, დაჩქარებული მაქვს, მგონი ჯამში არ მახსოვს 2 საათნახევარი თუ რაღაც ეგრე დამჭირდა, რომ თავიდან ბოლომდე გამეკეთებინა. მოკლედ, თავიდან ვიწყებ ჩანახატების კეთებით. ძალიან მარტივი, იდეის დონეზე იწყება ყველაფერი. ძალიან უხეშად, სულ პირველ ეტაპზე არ ვფიქრობთ ისეთ რაღაცაზე, როგორიც არის რა, სწორად დგას თუ არა და ლამაზად გამოიყურება თუ არა, არაფერი მსგავსი. მაქსიმალურად უხეში, მხოლოდ იმისათვის, რომ რაღაცა იდეამდე მივიდეთ. და როგორც ხედავთ, აქ არ ვფიქრობ იმაზე, ანატომია სწორად მაქვს თუ არა, რაღაცა ვეძებ უბრალოდ პროპორციებს, ზომას, შეფარდებას ერთმანეთთან სხვადასხვა იმების, რა ქვია, ნაწილების და ასე შემდეგ. და თავიდან გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა 3 ჩანახატი. აი აქაც ხედავთ, რომ რა ქვია, კიდევ ერთი დიზაინის კეთება დავიწყე. როდესაც ვიწყებ დიზაინის კეთებას, ძალიან მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გავაკეთოთ გამოკვლევა. უნდა გქონდეს რისერჩი ჩატარებული. ხო და როგორ შეიძლება რომ ჩატარდეს ეს რისერჩი, რა შეიძლება გავაკეთოთ იქამდე სანამ ხატვას დავიწყებ. მოდი ვილაპარაკოთ მაგალითს და თან ასევე გავიაროთ პატარა მაგალითი. როდესაც ამ პერსონაჟზე მუშაობა დავიწყეთ, პირველი ეტაპისთვის მე მჭირდებოდა რომ მქონოდა დამხმარე სურათები.
მოდით ვიდეოს დავაპაუზებთ და გაჩვენებთ დამხმარე სურათების როგორ ვიყენებდი. ამისთვის ვიყენებ მე პროგრამას სახელად PureRef. ამ პროგრამას რა ქვია ეს უფასო პროგრამაა და შეგიძლიათ რა ქვია გადმოწეროთ თქვენითაც მასტერკლასის ბოლოს დავწერ სახელს. ხო, ნუ მოკლედ, როდესაც ვეძებდი დამხმარე სურათებს, ძირითადად მე ვიყენებ Google-ს ან Pinterest-ს მაქსიმუმ მაგ ორ საიტზე მეტი იშვიათად რომ დამჭირდეს. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა საიტებიც დამხმარე სურათების მოსაზრებლად, მაგრამ ნუ ეს ხშირად სავსებით საკმარისია. თავიდან ვფიქრობდი, რომ რადგანაც მაქვს შეხება მესკოტის დიზაინთან, რაღაცა მსგავსი სურათები მოვძებნე. პრეზენტაციის მიზნებისთვის აქ არ გავტანებ ბევრით, მაგრამ ძირითადად კარგი რაც უფრო მეტი დამხმარე სურათი გექნებათ, მით უკეთესი. მაგრამ ვიფიქრე, რომ რაღაცა ესეთი სახე არ მინდოდა რომ ქონოდა, იმიტომ რომ ძალიან, ნუ მოკლედ, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მინდოდა რომ ცოტა რაღაცა უნიკალური და სხვა სტილის გამეკეთებინა. ამიტომ ვეძებდი პერსონაჟის ილუსტრაციებს და ჩემი ყურადღება მიიპყრო ამან. თუ იცით, ეს არის ანიმედან სახელად ფულიკული და არის გაკეთებული ნუ ვიღაცის მიერ ილუსტრაციები და ძალიან მომეწონა ეს ბრტყელი, მარტივი სტილი, რაღაც პოსტერული დიზაინის და იდეა გამიჩნდა, რომ ყოფილიყო რობოტი. და ნუ რა თქმა უნდა, რობოტი მინდოდა რომ ყოფილიყო რაღაცა პოზიტიური, ცოტა საიბერპანკის ჩაცმულობის სტილში, რაღაცა თანამედროვე და ის რა ქვია, რადგანაც Smart Academy არის და სიტყვა Smart ფიგურებს, მინდოდა რომ მაგაზე რაღაცნაირად მომერგო, ის რა ქვია, ეს პერსონაჟი. და რაც თავარია, ანუ თვითონ ფორმას რაც ეხება, მინდოდა რომ ყოფილიყო რაღაცა, ანუ მიქსი საყვარელსა და ანიმაციურს შორის. აი რაღაცა, აი როგორც აი აქ არის და აქ აი მოკლედ რაღაცა ისეთი art direction-ის დაჭერა მინდოდა. და ნუ ტანსაცმელზე ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა რაღაცა თანამედროვე, ან ხუდი, ან ჟაკეტი, ან რაღაცა მსგავსი. და როდესაც მუშაობ ყოველთვის გვერდით, აი ეს PureRef მაქვს გახსნილი. და თან ვიყურები და თან ვავსებ. ანუ აქ ჩანაწერში არ ჩანს, იმიტომ რომ ვიდეო რეკორდინგის დროს არ მქონდა, მაგრამ უხეშად რომ გაჩვენოთ, ძირითადად ჩემი მუშაობის პროცესი არის ესეთი, აი აქ მაქვს ეს გახსნილი, ჩანს კიდეც ამ ვიდეოში რომ სერიალი სივრცეა და როდესაც ანუ ჩავრთავ ამას, ვიყვებით ამას. აი ხო. აი ძირითადად ესე არის ხოლმე, ხან გავხედავ აქეთ, შეიძლება რაღაცა გავწიო, გამოვწიო და თან ანუ ვიხატავ და ვაკეთებ, ანუ ყოველთვის მუდამ ეს გვერდით მაქვს, ან შეიძლება მეორე ეკრანზე. მოდით ამას ჩავკეცავ, რომ ხელი არ შეგუშალოს. რამე შეკითხვა თუ გაქვთ, შეიძლება გკითხოთ, არ არის პრობლემა. ამ ეტაპზე, როგორც აღვნიშნე, ანუ მთავარი არის ჩვენთვის, რომ შევქმნათ რაღაცა იდეა. და ეს იდეა, ანუ ამ შემთხვევაში არ ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ რას ვხატავ, არამედ ვფიქრობ ფორმებზე, რა სახის ფორმები მინდა რომ ქონდეს პერსონაჟს, რა სახის პროპორციები და რაც თავარია აქ არანაირი, ანუ ურადღაც რადგანაც უხეშად მუშაობ, ნელ-ნელა და ნელ-ნელა ხვეწ თვითონ ამ ილუსტრაციას წერდა. ნუ პერსონაჟს. პირველ ეტაპზე გავაკეთე უხეშ ჩანახატები და შემდეგ ნელ-ნელა, ანუ ხაზებით ვიწყებ ამის გასწორებას. როგორც ხედავთ, ანუ საწყისი ჩანახატი იყო ძალიან უხეში, ახლა კიდევ ვფიქრობ კონსტრუქციაზე და ასევე შემჩნევთ, რომ ანუ თვითონ ამ ხატვის პროცესში ძალიან ბევრი რაღაც ეტაპობრივად იცვლება. იმდენად რომ, ანუ საწყისი იდეა საკმაოდ განსხვავებული არის საბოლოოსგან, მაგრამ ეგ არის მთლიანი კონცეპტ არტის არსი, რომ ანუ ეს უხეშად რო ვთქვათ, აი გადმოთარგმნოთ თქვენი წარმოსახვიდან ვიზუალური ინფორმაცია, რაც გინდათ რომ აჩვენოთ პოტენციურად თქვენს კლიენტებს, ან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კონტაქტი გაქვთ. ხო. აქაც როგორც ხედავთ, უკვე ვამუშავებ ნელ-ნელა, ანუ იდეის, ანუ ახალ ეტაპზე გადამყავს, ვცდილობ, რომ ვიპოვო ფორმები, ტანსაცმელი ჩავაცვა, ფეხსაცმელები და ანუ ეგეთ პატარა დეტალები. მოდი ცოტა გავუყვები წინ. აქაც ხედავთ, რომ ეს ახალი ეს მესამე ვარიანტი, რასაც ვაკეთებ, ვცდილობ, რომ აი რაღაცა ტანსაცმლის ახალი ვარიანტები მოვუფიქრო. მაგრამ იდეა რაღაცნაირად კონსისტენტურად ერთისკენ მიყავს, ეს მომეტონა რომ ხელი ესე ქონა დააწეული, ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა რომ ეგეთ რაღაცა წამეყვანა.
აქაც ხედავთ რომ ანუ რაღაცა კუბიკური ფორმები მივეცი ერთ-ერთ პერსონაჟს, აქაც ისევ ნელ-ნელა დახვეწა. და ნუ აქ მთელი პროცესი არის ეს ჩანახატი, შემდეგ ამ ჩანახატზე ზემოდან დამუშავება, სანამ იქამდე მიმყავს, სანამ არ ვთვლი რომ ჩემთვის რაღაც საინტერესო ფორმებამდე მივედი. ოკეი, მოდი ნელ-ნელა გადავახვევ წინ. იმიტომ რომ ძირითადად ანუ ეს პროცესი ესე გრძელდება. რამე კითხვა თუ გექნებათ შემაჩერეთ და მკითხეთ, მანამდე ხო, აქ მესამე პერსონაჟზე უფრო მეტად კონსტრუქციის კეთება დავიწყე. ვიფიქრე მოცულობები როგორი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ მე მოგვიანებით მანდაც ბევრ რაღაცას ვთვლი. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ამ იდეის ქმნის პროცესში თავი არ შევიზღუდო რაღაცა ერთი კონკრეტული მიმართულებით და არამედ ბევრი სხვადასხვა რაღაც ვცადო. თავარია რომ ის მთავარი მოცემულობა რაც ჰქონდა რომ ყოფილიყო რობოტი და თანამედროვე განვიხილო სხვადასხვა კუთხით. აქაც აი თავის ფორმაც ნელა შევცვალე და როგორც ხედავთ, ანუ უკვე რაღაც სამი სხვადასხვა სახის დიზაინი გვაქვს. სამივე ერთ იმაში ჯდება. პრინციპში პირველს ჯერჯერობით არაფერი აცვია, მაგრამ მოგვიანებით დასაცმელს ვუკეთებ. აი როგორც ხედავთ, ისევ იგივე, ნელ-ნელა, ანუ ვამატებ დეტალებს. მოდით ოდნავ წინ წავიდეთ. მე გადავწყვიტე რომ ჩანთა მიმეცა პერსონაჟისთვის. საბოლოოდ ამ შუა პერსონაჟზე შევჯერდი და მე გაჩვენებთ ეს როგორც გამოვიდა. ხო, ну მოკლედ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი თუ როგორ შეიძლება ხო ეს Smart Academy-ის ლოგოს ჩასმოვცადე სხვადასხვა ადგილებში. არასწორად ჩავსვი, მაგრამ მე გავასწორე ბოლო ვარიანტს შესაძლოა არ უშავს. ხო, ну ეს არის მთელი პროცესი ჯერჯერობით, რაც მიმდინარეობს. ეს არის დიზაინის შექმნის ერთ-ერთი ვარიანტი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ხატვის და სპეციალურად თქვენი მინდოდა რომ ამომეხატა თავიდან ბოლომდე რომ მეჩვენებინა უფრო ანუ ხატვასთან რო ქონდა შეხება. არსებობს კიდევ სხვა გზებიც. მაგასაც გაჩვენებთ დღეს. ამ ჩანახატების ნაწილს რომ მორჩება მინდა ასევე ავხსნა სხვა მეთოდები რა არის რომელსაც ხშირად ვიყენებ ხოლმე. ასევე უნდა გავითვალისწინოთ რომ რა მეთოდს ავარჩევთ და როგორ დავხატავთ. ძალიან ხშირად დამოკიდებულია იმაზე თუ რას მოითხოვს ჩვენგან პროექტი. ეს რომ ყოფილიყო მაგალითად რაიმე რეალისტური, თქვათ ეს რობოტი უნდა ყოფილიყო რაღაცა ნამდვილის მსგავსი მექანიკური ნაწილებით, ან რაღაცა თამაშისთვის უნდა ყოფილიყო, რომელიც რაღაცა утопиურ სამყაროში მიმდინარეობს, სადაც ანუ რეალისტურ პროცესს მოგვაკეთებ. მოდიშე? ოკეი. სადაც ანუ რეალისტურ რაღაცასთან უნდა გქონდა შეხება, მაგ შემთხვევაში სხვანაირად მიუდგებოდი. შეიძლება ანუ თავიდან ფოტოებთან მუშაობით დამეწყო, ან ფოტოებიდან სილუეტების შექმნით. მაგასაც გაჩვენებთ. მოდით ჯერ უბრალოდ ჩანახატების პროცესი მორჩეს. ნელ-ნელა გადავახვევ წინ თანდან. აი თან დაინახავთ აქაც, რომ როდესაც რა ქვია ეს პერსონაჟი საწყისი ვერსია, ანუ რამდენად განსხვავდება უკვე ანუ ჩანახატების შემდეგ საბოლოო, ანუ ამ ეტაპამდე მოსულამდე და ესეც არ არის ჯერ კიდე საბოლოო, იმიტომ რომ ამ დიზაინებით, ანუ არ ვიყავი კმაყოფილი და გადავწყვიტე რომ ბევრი რაღაც შემეცვალა. აქაც გადავწყვიტე რომ ამ პერსონაჟისთვის ტრანსფერი მიმეცა. მაგრამ ნუ ერთი რაც არ მომწონდა ამ დიზაინებში, როდესაც ვაკეთებდი, იყო რომ ზედმეტად ანუ სერიოზულად გამოიყურებოდნენ და ცოტა რაღაცა утопиური იმასტოვებდნენ რა შეგრძნებას თითქოს ანუ სიცოცხლე გამოცლილი ბოროტი რობოტები იყვნენ რაღაცა მსგავსი. ამიტომ მე ნელ-ნელა ანუ მაგალითად დავფიქრე და მაგის ცვლილებებს დავიწყე. ასევე ფორმებიც ცოტა უფრო მომრგვალოსკენ წავიყვანე. არ მინდოდა რომ ესეთი ცოტა და უხეში ფორმები მქონოდა და მე კი მიუბრუნდი. მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ვცდილობ რომ ცოტა უფრო სხვა კუთხით წავიყვანო. აქაც გადავწყვიტე რომ სახე ქონოდა და იღიმოდეს, იმიტომ რომ ზედმეტად სერიოზული რობოტები იყვნენ.
და ნუ ეს არის მოკლედ ანუ მთელი ის რაკაც უკვე დამუშავების ცოტა უფრო ახალ დონეზე ამყავს, ვცდილობ რომ ეს დეტალები უფრო მეტად ვაჩვენო, ნაკეცები ტანსაცმელზე როგორ გამოჩნდება. და ნუ ამ ყველაფრისთვის ძირითადად ვიყენებ მხოლოდ ერთი სახის ბრაშს, რომელსაც აქვს, რა ქვია, ქართული უბრალოდ ტრანსფერი და shape dynamics-ი, ეს ვისაც გაინტერესებთ. და ხო, ანუ ნელ-ნელა უბრალოდ ვამუშავებ. ახალი და განსაკუთრებული ჯერჯერობით არაფერი. ოდნავ წინ წავიდეთ და გადავახვევ. ხო, აქაც უკვე ნელ-ნელა დიზაინზე ვფიქრობ სხვადასხვა ნაწილების, აი, რაღაცა უფრო სიცოცხლით ახსავსე პერსონაჟი გამოჩნდა. სახეც აქვს და ირიმის კიდეც. აი, ეს პერსონაჟი ძალიან არ მომეწონდა. აქ დაინახავთ როგორ რადიკალურად ცვლი, ანუ ბევრად უფრო სხვანაირი ხდება ვიდრე არის, ანუ სახის დეტალებს ხონერს ვაკეთებ. გადაჯერებული და მომღიმარე. ეს აღარ მახსოვს რაღაც ვაკეთებდი. ხო, ნუ ეს არის საწყისი პროცესი. მოდი ოდნავ წინ გადავახვევ, რომ დაინახოთ რა ხდება. ანუ ესე ვამუშავებ ამ პერსონაჟს, სხვადასხვა დეტალებს ვუკეთებ. აქაც ამ პერსონაჟსაც ვცვლი, მერე ეს არ მომეწონა და კიდევ ბევრი რაღაც გადავაკეთე. ხო, და როგორც ხედავთ, ანუ უკვე სამი საკმაოდ განსხვავებული პერსონაჟი ერთ და იგივე თემატიკით. დავაკეთეთ და ძირითადად ამ დროს უკვე შეგიძლიათ, რომ რაღაც სახით, ანუ პრეზენტაცია მოახდინოთ თქვენი ჩანახატების. აქ ახლა ლეიერებს ვალაგებდი და ანუ მაგის კეთებას ვიწყებ ზუსტად, ანუ აქ ახლა ვაპირებ, რომ ჩემი ჩანახატები ცოტა უფრო გავასუფთავ, ცოტა უფრო მეტად პრეზენტაბელური სახე რომ მქონდეს. და შემდეგ უკვე ვიწყებ, ანუ ეს მხოლოდ ჩანახატისთვის და პრეზენტაციისთვის არის, უფრო სკეილი აუტლაინის გაკეთებას, იმისათვის რომ მე შიგნით ჩავასხა ერთი სახის ტონი. მოდი გადავახვევ და განახებთ, ანუ აი როდესაც გავაკეთებ ამ შემოვლებას ყველა პერსონაჟზე, ეს არის უბრალოდ ანუ ერთი ბრაში გადატარებული, იმისათვის რომ ანუ სილუეტი უფრო მეტად გამოიკვეთოს, შემდეგ მაგის შიგნით ვასხავ ფერს. აი ესეთ სახეს იღებს პირველ ეტაპზე, რა ქვია, პერსონაჟები. მოდი ვნახოთ თვითონ ეს როგორ გავაკეთეთ Photoshop-ში. ხო, ანუ მოდი მივყვეთ, ანუ თავიდან გავაკეთეთ ძალიან უხეშ ჩანახატი, რომელსაც ნელ-ნელა ვამუშავებთ და ანუ ვაძლევთ საბოლოო სახეს ამ ჩანახატს. ანუ რომ შევადაროთ ანუ საწყისი და საბოლოო. ანუ საკმაოდ დიდი ცვლილებები გაიარა. ეს არის პირველი ნაწილი. ხო, რამდენი ხანი დამჭირდა? კი, სადღაც 2 საათნახევარი დამჭირდა თავიდან ბოლომდე ყველაფრისთვის. ხო, ეს არის მოკლედ პირველი ეტაპი, რაც უნდა გაიაროს ჩვენო პერსონაჟმა. რატომ არის, რა ქვია, კარგი ესე ჩანახატების გაკეთება? იმიტომ რომ როგორც ხედავთ, მხოლოდ ერთი დიას რომ გავყოლოდი, შეიძლება მქონოდა მხოლოდ ეს ვარიანტი. და ანუ ამ ორი ვარიანტის არჩევის საშუალება აღარ მექნებოდა. მე გადავწყვეტე რომ გავყოლოდი ამ შუა ვარიანტს, მაგის დემონსტრაციასაც გაჩვენებთ. ვინმეს რაიმე კითხვა ხომ არ გაქვთ მანამდე, თუ არა და გავაგზელებ? დიახ, მე მაქვს კითხვა, ბოდიში გაწუხებთ. ესე იგი, რა მაინტერესებს, ჩანახატებს რო აკეთებ, მაუსით აკეთებ ამ ჩანახატებს, თუ რამე სხვა პლანშეტი ან ამემი? აი, ესეთი სტაილუსი მაქვს და რა ვქო, სახატავი პლანშეტი. და ნუ მაგაზე როგორ უცელდა დავხატავდი ჩვეულებრივად ისე. ხო, მაუსით ცოტა გაჭირდება თქო და მაინტერესებდა რა სიყენებით. ხო, არა, მაუსით ანუ არის ხალხი, ვინც როგორც სიხატავს, მაგრამ წარმოგიდგენია რომ მაუსით ეს რაღაც მოტივად გაკეთდეს. დავითს აქვს კითხვა, გისმენ? გამარჯობათ. ცოტა გვიან შემოგიერთით, ბოდიში გიხდით და დავაზუსტებ ესეთ რაღაცას. აი საბოლოო შედეგი სამდეში იქნება თუ არა, ეგ მაინტერესებს.
არა, საბოლოო, ანუ 3D პროგრამაში დამოდელებული იქნება თუ არა, მაგას კითხულობ? დიახ. არა, ანუ ეს საბოლოო შედეგი ნახატი არის. ნახატი იქნება მხოლოდ. კარგი, მადლობა. ოკეი, თუ კითხვები არ არის, მოდი გავაგრძელებ. ხო, მინდოდა ასევე ლაპარაკი სხვადასხვა სახის ჩანახატის შექმნის მეთოდებზე. მოდი უცებ მაგასაც გავივლი. აი, მოდი მაგალითად თქვათ, გვინდოდა გაგვეკეთებინა რაიმე უფრო რეალისტური. მაგისთვის არსებობს კიდევ ეს, ანუ როდესაც დიზაინზე ვმუშაობთ, ხშირად როდესაც ვხატავთ, ანუ შეიძლება დავფიქსეთ, აი მაგალითად თუ ვაკეთებთ პერსონაჟს, იმისათვის რომ ძალიან ბევრი არ ვფიქროთ პერსონაჟის პროპორციებზე, ანუ საწყის ეტაპზე. არსებობს ანუ სხვადასხვა სახის მეთოდები იმისათვის, რომ ეს სილუეტები შევქმნას და გავაკეთოთ. ერთ-ერთი ძალიან კარგი გზა ამისთვის არის, რომ მოვძებნოთ რაიმე დამხმარე სურათი, რომელსაც გავასილუეტებთ და შემდეგ გამოვიყენებთ, რა ქვია, საბოლოო პროდუქტის მისაღებად. მოდი აი მაგალითად გვინდა რომ იყოს ჰუმანოიდი. შევალ Pinterest-ზე და ვნახავ რაიმე სახის რეფერენს, ერთი წამით მაგალითად. აი ვნახოთ რაიმე ესე რა ქვია სათამაშოს რეფერენსი, რომელიც კარგად შედგება იმისთვის, რა ქვია ჰუმანოიდისთვის. ერთი წამით. ტესტის მენეჯერი. და ავარჩიოთ ახლა რომელიმე ერთს, ერთი წამით. ხო, აი მოდი მაგალითად დავიღოთ რაღაცა ესეთი. მეგონი მეორე ეკრანი არ ჩანს და დამოვიწყდა მაგაზე. ხო, ნუ კაი არა უშავს. ავიღოთ რაღაცა ესეთი. და იმისათვის რომ რადგანაც მუშაობ დიზაინზე, შემიძლია რომ მხოლოდ ამის სილუეტი გამოვიყენო დიზაინის შესაქმნელად, რაც გულისხმობა. მოდი მოვნიშნავ თვითონ ამ პერსონაჟს. ამოვჭრი უკანა ფონს. და იმისათვის რომ ამ დეტალებმა ხელი არ შემიშალოს იდეის მოსაფიქრებლად, მთლიანად გავაშავებ და მაქვს უკვე სილუეტი, რომელზეც შემიძლია ვიმუშაო. რატომ არის ეს მეთოდი, ანუ ზოგიერთ რაღაცისთვის ძალიან კარგი. მაგალითად, წინაზე თუ გახსოვთ მე ჩანახატებს, როდესაც ვაკეთებდი, აი აქ პროპორციები იცვლებოდა საკმაოდ ხშირად, ანუ ამ პერსონაჟის, აი მაგალითად ეს მესამე პერსონაჟი რო ავიღოთ, ამისი პროპორციები გვერდით გავწევ, განსხვავდება უკვე საბოლოო შედეგის, აი რო დააკვირდეთ, ანუ სხვადასხვა პროპორციები აქვს. ანუ ეს არის ძიების პროცესი, რომელიც გაიარა. რობოტი Pure Ref ქვია პროგრამას, მოდი ჩავწერ რომ დამოვიწყდეს. Pure Ref რო დაგუგლოთ, იპოვით. ხო, მე ანუ როდესაც უკვე ვაკეთებ ამ სილუეტს, შემიძლია რომ ამის დამუშავება დავიწყო, ანუ შემიძლია ვთქვა თავის ზომა მინდა კონდეს მეტი. ვუკეთებ უფრო დიდ თავს. აქაც რა თქმა უნდა უხეშად. მე შემიძლია რომ ფეხების ზომა ვთქვა დავუპატარავო. დავაპატარავოთ ფეხები. მე შემიძლია რომ ვთქვა ანუ ტანის ზომა შევცვალო. მე რაღაცა ესეთი გავაკეთოთ. კი, ანუ რა თქმა უნდა, ძალიან საცილო პროპორციებამდე მიდის. მაგრამ ანუ შემიძლია გადავაკეთო, გადმოვაკეთო, ანუ ჩემთვის სასარგებლოდ გამოვიყენო ამ პერსონაჟის აღნაგობა. ესეც გავზარდოთ. და ნუ საკმაოდ რაღაცნაირი სასაცილო დიზაინი კი გამოდის ახლა, მაგრამ შემიძლია რომ ეს ნელ-ნელა დავამუშაო. მე როდესაც თქვათ რაღაცა ისეთ შედეგამდე მივალ, რომელიც მომწონს. არ მინდა რომ ეს მასტერ-კლასი ძალიან დიდხანს გაიწევოს, ან გავაკეთე. და დავუშვათ მოვედი აქამდე. თქვათ მინდა რაღაცა ელემენტები დავუმატო. ანუ რა თქმა უნდა რეფერენსები მაქვს გახსნილი, მაგრამ თქვათ რაღაცა ისეთ დეტალი მინდა, რაც რეფერენსში არ მაქვს. თქვათ მინდა რომ იყოს რაღაცა ინდუსტრიული ელემენტი. მოდი Pinterest-ს გადმოვიტან აქ ეკრანზე და განახერხეთ რა შეიძლება რომ გაკეთდეს. აი მაგალითად დავწერ World Industrials ჩავწერ. და მაგალითად რაიმე სახის, აი თქვათ ეს ობიექტი, თქვათ ჩავთვალოთ რომ მოგვეწ. ან ეს რაღაც საინტერესო ფორმა. შეკითხვა აქვს ნანას, აბა გისმენ? არის მის
ოკეი, შეიძლება დაიჭირო. ოკეი, კაი. აი თქვათ მომეწონა ეს ფორმა. ავიღებ, გადმოვიტან. ზუსტად იგივენაირად როგორც ქენიან, ამასაც გავასილუეტებ. შეგვაშევ. So. და თქვათ, ანუ ეს ფორმა მომწონს და მინდა რომ რაღაცნაირად გამოვიყენო. ესეც შემიძლია გავასილუეტო, რომ დეტალებმა ხელი არ შემეშალოს. და თქვათ, შეიძლება დავფიქრდეს, სად ან როგორ შეიძლება დავუმატო ამ პერსონაჟს. ვაი, რაღაცა შეიძლება ესეთი საინტერესო იყოს. მე შემიძლია ეს ფორმა კიდევ ერთხელ გამოვიყენო. და ანუ გავაერთიანო და ნელ-ნელა ანუ რაღაც დეტალები ამოვშალო და ჩავამატო. აი თქვათ რაღაცა ესეთი გამოვიდა. და რაღაცა ისეთი ფორმა ვიპოვე, რომელზეც შეიძლება ანუ ჩემი თვერს მივხვდარიყავი, რომ ვარიანტად შეიძლება რამე ეგეთი მქონოდა. და ნუ მივხვდით ხო ალბათ ამ პროცესს ნელ-ნელა ვამუშავებ და მე როდესაც უკვე კმაყოფილი ვიქნები ჩემი სილუეტით, შემიძლია ამას opacity მოვაკლო. და ზემოდან დავიწყო უკვე გადახატვა, იმიტომ რომ პროპორციები მაქვს, რაღაცა სახის სილუეტი მაქვს და შემიძლია დავიწყო ამაზე ხატვა და პერსონაჟის მოფიქრება და აგება. ანუ შეიძლება აქ უკვე სხვა ახალი დეტალები დავუმატო, აქ შეიძლება რაღაცა ესეთი ზედაცვეს, შეიძლება დიდი კამარი აქვს აქ. აქ შეიძლება რაღაცა ესეთი დეტალები იყოს. ანუ რაღაცა მოჯამბაზო, მსგავსი პერსონაჟი. ნუ მოკლედ, მე მგონი მივხვდით, რაზეც მაქვს საუბარი. მოდი გავაგრძელებ თვითონ ვიდეოს, თუ რაიმე შეკითხვა არ არის. ოკეი. მე როდესაც უკვე ავარჩიე საბოლოო ვარიანტი, იწყება ამის საბოლოო დამუშავება. ზოგადად ესეთი სახის დამუშავება არასდროს გამიკეთებია, ცოტა უფრო ექსპერიმენტულია ჩემთვის, მაგრამ აქაც ანუ რაღაც სახის მეთოდი გამოვნახე. იმის გამო რომ რა ქვია, მინდოდა რომ ყოფილიყო ბრტყელი და ქონდა ისეთი რა ქვია, გამოკვეთილი ლაინარტი, დავიწყე ზუსტად მაგის კეთება. ავარჩიე ისეთი ბრაში, რომელიც არის ან მოცულობას და ზომას რო არ იცვლის, ყოველთვის აქვს ერთი ზომა და დავიწყე ნელ-ნელა გასწორება და გალამაზება ამ ლაინარტის. ასევე პროცესის განმავლობაში შეამჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საბოლოო დიზაინია პატარა დეტალებს მაინც ვცვლი. თუ სწორად მახსოვს, სახის რაღაცა ელემენტები იცვლება და ასევე ლოგოსაც ვცვლი, იმიტომ რომ არასწორად ჩასმული. აქ უკვე იწყება დამუშავების პროცესი, ეს ბევრად უფრო მარტივი პროცესი არის იმის მხრივ, რომ დიდი ნაწილი გაკეთებული მაქვს და აქტიურად ფიქრი დიზაინზე აღარ მიწევს. დიზაინზე ფიქრი ცოტა უფრო მეტს მოითხოვს ჩემი აზრით, ვიდრე დამუშავება, იმიტომ რომ ბევრ კითხვაზე უკვე პასუხი მაქვს გაცემული. აქ უბრალოდ მე უფრო იმაზე დავფიქრდები, მაგალითად, ანუ რა სახის ფერი ჩავასხა და როგორ გავაკეთოს ეს დამუშავება, რომ უფრო საინტერესო იყოს. ხო. აქ ანუ ვცდილობ, რომ ხაზები იყოს სწორი და გამოკვეთილი. პატარა შეცდომები თუ არის რამე თანდათან ვასწორებ. როდესაც უკვე ჩანახატზე იწყებ ზემოდან ხატვას, იმდენი რაღაცა უნდა გქონდეთ გაკეთებული, რომ ანუ ფაქტობრივად ახალი ნახატის კეთება არ გიწევდეთ, არამედ ანუ ძალიან მცირე შეკითხვებზე გიწევდეთ პასუხის გაწემა, როგორიც არის რაღაცა ეს ხაზი აქ წავა თუ ოდნავ აქეთ იქნება და ასე შემდეგ, ანუ ბევრს აღარ უნდა ფიქრობდეს დამუშავებაზე. აქაც აი ოდნავ ფეხისთვის, ანუ იმას რა ქვია, ფეხსაც მოსვასწორებ. მოკლედ ეს არის მთელი პროცესი, ანუ მოდი ცოტა წინ გადავახვევ. პატარა დეტალები. ხო. შემდეგ ან როდესაც უკვე აქაც როდესაც ლაინარტი გავაკეთე, რაღაცები არ მომეწონა და ნელ-ნელა დავიწყე გადაკეთება. ესეთ რაღაცასთანაც გექნებათ შეხება, იმიტომ რომ ხშირად ჩანახატზე უფრო კარგად ჩანს რაღაც ვიდრე დასრულებულ ნაშრომზე, ამიტომ ყოველთვის ყველა ეტაპი იქამდე მიიყვანეთ, სანამ არ იტყვით, რომ კმაყოფილები ხართ, იმიტომ რომ რაც უფრო გვიან დაიწყებთ გასწორებას, მით უფრო რთული იქნება ნახატის აგება. ანუ ეს არის მთელი პროცესი, ანუ ახალი არაფერი ისევ. აქ უბრალოდ პატარა რაღაცებს ვასწორებ, იმიტომ რომ არ მომეწონა როგორც გამოჩნდა ლაინარტში. მაგალითად ფეხსაცმლის ფორმა და ის რა ქვია,
ჩაფხუტის ფორმა და ასე შემდეგ და ერთი მხარე როგორც მომაშალი, იმიტომ რომ არ მომწონდა სილუეტზე როგორც გამოიყურებოდა პატარა დეტალები და ნუ დამუშავება ლაინ-არტის მერე კიდე ერთხელ გადავატარე, იმიტომ რომ მინდოდა უფრო სუფთა ყოფილიყო და პატარ-პატარა დეტალებს თავმცვლი. ნუ აქაც მერე ნელა შავ ტონებს ვამატებ, რომ ცოტა უფრო საინტერესო გახდეს. ნუ ეს არის დამუშავების პროცესი. აი, ეტაპობრივად მივიდივარ წინ და წინ. მოდით ნელა წინ გადავახვევ თან. და ნუ Photoshop-ის სხვადასხვა ნაწილებს ვიყენებ, როგორიც არის. ამ ყველაფერს გავივლით, ანუ თუ რამე არის ვიდეოში, რასაც ვერ გებულობთ, შეგიძლიათ გკითხოთ, მაგრამ ანუ არაფერი ისეთი არ იქნება, რასაც კურსი არ გავივლით აუცილებლად, ანუ თუნდაც სრულიად დამწყებები იყოთ, ანუ ეს ფაშები როგორ გამოვიყენოთ, სწორი ხაზი როგორ გავავლოთ, ანუ ტრანსფორმი, შეცვლა, ზომის და ეგეთ რაღაცები, მაგ ყველაფერს კურსზე მთლიანად დავფარო. ნუ ეს არის პირველი ეტაპი, რასაც ხო გავივლით იმისათვის, რომ მზად იყოს, რომ ანუ ბრტყელი ფერი ჩავასხათ. გადავიწყე ამ ლაინ-არტის. ნუ მოკლედ გადავახვევ წინ. ხო, მე როდესაც უკვე ფერი ჩავასხე, გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა უკანა ფონისთვის გრადიენტი. მინდოდა რომ ცოტა უფრო გრაფიკული და რაღაცა მულტიფილმური სტილის ის ყოფილიყო, რა ქვია, პოსტერული ილუსტრაცია, რაღაცა ესე რომ ავღწეროთ. ამიტომ საკმაოდ ბევრი ექსპერიმენტობას ჰქონდა ადგილი, როდესაც ამ პერსონაჟს ვამუშავებდი, იმიტომ რომ ზოგადად ესეთი სახით არ ვამუშავებ ხოლმე, უფრო რეალისტურად ვამუშავებ, მაგრამ ანუ ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რადგან რაღაცა ახალი ვისწავლე. ხო, აქაც თავიდან ვასხავ ბრტყელ ფერს, ანუ საწყის ტონს, რაც დაჭირდება რომ გქონდეს ჩვენს პერსონაჟს. და ძალიან ანუ აქტიურად არ ვდარდობ იმაზე, როგორი ფერი იქნება, ანუ მომწონს თუ არა, იმიტომ რომ ანუ Photoshop-ში მაქვს იმის საშუალება, რომ შემდეგ შევცვალო. და დაინახავთ კიდეც, რომ შესაძაც ანუ ამ ფერებს ვავსებ, უფრო მეტად იმისთვის არის, რომ შემდეგ შეცვლა იყოს ადვილი, აი ესე ძალიან მარტივად შემიძლია ფერი შევცვალო Photoshop-ში. რატომღაც ყველა პანელს არ აჩვენებს ვიდეო რეკორდერი, მაგრამ არ აუშავს. აქაც ანუ ფერები ნელა ანუ ახალებს და ახალებს ვადებ. და დაინახავთ, რომ გზა და გზა ამ ფერებს ანუ ვამუშავებ, გრადიენტებს ვუმატებ, პატარა დეტალებს ვცვლი, რომ ანუ ჩემი მიზანი არის, რომ სილუეტი იყოს მაქსიმალურად გამოკვეთილი, მაგრამ რაღაცა ელემენტი მეორეს არ ფარავდეს, ან არ იმასშრობოდეს, რა არ ჩაგრავდეს. აქაც ხო ანუ ლოგო, მაგრამ ეს ფერები რაც არის, შეიცვლება ისევ. აქაც ხო პატარა დეტალები და ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ბრტყელი და გრაფიკული ელემენტები გამოვიყენო ჩემი პერსონაჟის ილუსტრაციისთვის. და აქტიურად ვფიქრობ კომპოზიციაზე, ანუ რა ნაწილი არის პერსონაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი. რადგანაც სახე არის ასე თუ ისე მაინც პერსონაჟის დიზაინში უმეტესწილად ყველაზე მნიშვნელოვანი, ვცდილობ რომ სახისკენ წავიყვანო კომპოზიცია. აქაც ანუ გრაფიკულ ელემენტებს ვუმატებ უკანა ფონს, დავარდნილ სტილს იმისათვის, რომ ცოტა უფრო გამოიკვეთოს პერსონაჟი. გასწონელა ვავსებ სხვადასხვა ელემენტებს სახისთვისაც ვცდილობ, რომ რაღაცა სხვადასხვა სახის ფერები შევიტანო და ასევე ლაინ-არტს ვცდილობ, რომ გავაფერადო, არ მინდა რომ მხოლოდ შავი მუქი ფერი იყოს. მოდოდნავ წინ გადავახვევ. ხო, აქაც ხედავთ, რომ ნელ-ნელა სხვადასხვა სახის ფერები შემომაქვს. დამუშავების სტილი ამისთვის საკმაოდ მარტივია. იმიტომ რომ ძალიან გრაფიკულ ელემენტებთან გვაქვს შეხება, თვითონ სტილსაც საკმაოდ გრაფიკულად ვაკეთებ. და თითქმის არ მაქვს არანაირი შუქსჭილები, ძალიან მინიმალურად. აქაც გრადიენტი დავუმატე იმისად, რო ქვია ლაინ-არტს, იმისათვის ცოტა უფრო საინტერესო ყოფილიყო. ნათიას აქვს შეკითხვა?
კიდევ ერთხელ ერთი კითხვა, კი არა, იგივე კითხვა. ის შეგიძლიათ ის მოდელი რო დაალინკოთ პლანშეტი რაზეც ხატავთ ან რაღაც რომ კონკრეტულად რა ქვია, ამ პროფესიასთან ახლოს არ ვარ დაახლოებით, მაგრამ ნუ მიახლოებით სფეროში ვარ, უბრალოდ მაინტერესებს, არ ვიცი, არ მქონია შეხება ეგეთ. მე რასაც ვიყენებ, არის ერთი წამით სწორად რო დავლით. მე ვიყენებ აი ამას. მაგრამ ეს არის მე რასაც ვიყენებ, მაგრამ ანუ თუნდაც დავწერე, ხო, ანუ მოდი გაჩვენებთ მაინც ეს კითხვის ცეკნამ. ანუ ეს არის Wacom-ის ბრენდის საქართველოს იყიდება მე მგონი. და მე ძირითადად Wacom-ის იმას ვიყენებ Intuos, მაგრამ არის საშუალო დიდი და პატარა ზომის და იდეაში პატარა ზომისაც საკმარისი იქნება და უკვე სხვა ბრენდებიც არსებობს მარკეტზე, მაგალითად Huion-ი, ესეც შეგიძლიათ ნახოთ, საკმაოდ იაფი არის და ანუ არ ვიცი საქართველოში ეს იყიდება თუ არა, Wacom-ი ვიცი რომ იყიდება. Wacom-ი ცოტა უფრო ძვირია, მაგრამ ესეც ანუ კარგი ალტერნატივა არის. შედარებით იაფია, მაგრამ ანუ საკმაოდ ხარისხიანი. და აქ აი pen tablet რომელსაც აწერია, თითქმის ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ახლები რომლებიც არის. აი, ეს არის ფასები. გავაგრძელებ. ხო, აქაც ანუ პატარ-პატარა რაღაცებს ვთქვათ, ანუ ეფექტების დადებას ვექსპერიმენტობ უხეშად რო ვთქვათ, ვეძებ საინტერესო დეტალებს, რის ხარჯზეც შეიძლება რომ ცოტა უფრო მეტი ინტერესი კონდეს თვითონ ნახატს. და როგორც ხედავთ, ანუ ფერების ვარიაცია შემომაქვს თვითონ ანუ line art-ში, ანუ ვცდილობ რომ ზოგან გავაშავო, ზოგან ფერადი დავტოვო, ზოგან სხვადასხვა ფერი კონდეს და ეგეთ რაღაცეები. აქ ძირითადად რო თქვა რომ გეგმა მქონდა ზუსტად როგორ მივუდგებოდი ამ საკითხს ხო არა, ანუ საწყისი ჩანახატებისთვის ვიცოდი სწორად რასაც ვიზავდი და ვიცოდი რომ მინდოდა ყოფილიყო გრაფიკული. დანარჩენი არის უფრო მეტად ექსპერიმენტობა, რაც საკმაოდ ხშირად მოგიწევთ, იმ მხრივ რომ შეიძლება გქონდეთ შეკვეთა, რომელზეც 100% დარწმუნებული არ ხართ, როგორ შეიძლება მივხვდეთ საბოლოო შედეგამდე. მაგრამ ანუ ამ ექსპერიმენტობით და პატარა რაღაცეების ცდით რაღაცა საინტერესო შედეგი შეიძლება დადოთ. და მე პირადად ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ შედეგით, იმიტომ რომ ანუ ამ პატარა გრაფიკული ელემენტების ჩამატებით მგონია რომ რაღაცა საინტერესო პერსონაჟი გამოვიდა. თლად 100% არ გავკევი იმას, რაც რეფერენსებში მქონდა, აქ უფრო ბევრად მეტად უფრო გადავუხვია. ჩემი ფიქრობდი ახალი დეტალების შემოტანაზე და ანუ ეს არის ჩემი აზრით, ანუ ეს ერთ ყველაზე საინტერესო პროცესი თვითონ ამ ხატვის. ესეთი პატარა დეტალების შემატება და გაკეთება. აი გიორგის აქვს კითხვა? გამარჯობა, კითხვა კი არა, უფრო რეკომენდაცია არის. ვარ მე გიორგი ქარქუზაშვილი, კინოკურსის ერთ-ერთი სტუდენტი, რომელზეც დაამთავრა და იმენა ძალიან მაგარი პროფესიონალია ლაშა. არა მხოლოდ თავის სფეროში, არამედ სწავლაში. ჩაოს მოგცემთ, რომ ახლავე დაიწყოთ ფიქრით მის ფინალურზე. კონი პერსონაჟი იქნება მარტო, ხო, როგორც მახსოვს. კი, ფინალური, რა იკითხე ბოლოს ვერ გავიგე? ბოლოს ფინალური იქნება პერსონაჟზე თუ გარემოზე არქიტექტურა. ნებისმიერი, როგორც წინა კურსი, როგორც კურსზე იყო წინაზე. და ბოლოს შევა აირჩიეთ პერსონაჟი, უფრო მარტივია. მადლობა გიორგი დიდი. მოდი გავაგრძელებ. ხო. აქაც ანუ ისე გრძელდება ეს ექსპერიმენტობა და მონახაზზე მუშაობა. თითქმის დასრულებულია უკვე, ბოლოში გავედით. აქ უკვე ესეთი პატარა დეტალების დამატება იწყება, როგორიც არის, აი გარედან ხაზი ცოტა სხვანაირად ვაჩვენო თუ არა, ამე შევმატო თუ არა, ფაქტობრივად უკვე დასრულებული არის, ანუ დამუშავების ეტაპზე ვარ და ბევრ რაღაცას, ანუ შეამჩნევთ კიდეც, რომ ანუ რაღაცები ვცადე, რაღაცები წავშალე, რაღაცები მომეწონა, არ მომეწონა და ასე შემდეგ. ხო, აი ამ ლოგოს საკმაოდ ბევრი ვეწვალე, როგორც ჩანს. იმისათვის რომ არასწორად დამესვა. გამარა უშავს საბოლოო ვარიანტი გასწორებულია. ხო, მე უკანა ფონზეც ჯერ კიდე პატარა დეტალებს ვამუშავებ. მოდი გადავახოთ ცოტა წინ. ხო, მე უკანა ფონზე დავიწყე გრაფიკული ელემენტების დამატება. როგორც მახსოვს, ვარსკვლავი დავუსვირო ცოტა უფრო, ხო.
ხო, ეს პატარა ელემენტები, დამუშავება, გაკეთება, გადმოკეთება და ხო, ну დანარჩენი უკვე პატარა დეტალების ჩამატება არის და როგორც მახსოვს, ცოტა ჰაილაითებიც დავუმატე, რომ ყოფილიყო განათებული. მოდიოდ ნავგადავახო ეს glow effect-ი მივეცი ეკრანზე. ჩაბნელებული სახე არ ქონოდა. პატარა გრადიენტების დამატებით. აქაც მე ჰაილაითები გავუკეთე. ცოტა უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო უკანა ფონისგან. და როგორც ხედავთ, ანუ საკმაოდ მარტივი და გრაფიკული ილუსტრაცია არის. რაღაც არაფერი განსაკუთრებული მძიმე დამუშავების, მაგრამ ხო, ну ეს არის თქმა, საბოლოო პერსონაჟიც რაღაცა ესეთი გამოვიდა. რამე კითხვები თუ გაქვთ, ეგრეთ დასვათ, შემიძლიათ თანამედროვე ეს პროცესი Photoshop-შიც გაჩვენოთ. მადლობა, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო და ძალიან განსხვავებული ჩემთვის. მადლობა, მიხარი რომ მოგეწონათ. მოკლედ აი თვითონ აქ ესე იგი, მოდი მივყვეთ. თავიდან ავარჩიეთ ერთი დიზაინი, ავარჩიეთ რა ავარჩიე. კონკრეტულად ეს გადმოვიტანე ახალ ფაილში, იმისათვის რომ ცალკე დაამუშავებინა და შემდეგ ანუ ამ დიზაინზე დავიწყე თვითონ ანუ გასწორება. გასწორების დროს რაღაცა ელემენტები არ მომეწონა, რომელიც გადავაკეთე და საბოლოო სახე მიიღო ასეთი. ну აქ ფერებია ჩასხმული და მაგით ჩანს ესე. შემდეგ ანუ შევავსეთ ეს. იტამით, მოდი ამებს წავშლი. გავაკროთ. ნელ-ნელა გაჩვენოთ როგორ იცებოდა. როდესაც შევავსე, ანუ მე ნელ-ნელა იწყება ფერის ჩასხმა. ანუ საწყისი ფერები, რა შეიძლება ქონდეს პერსონაჟს, ანუ ეს ჩაფხუტი, გრადიენტი ჩაფხუტისთვის, შემდეგ აქ ეს ამონათებული წერტილი, ფეხსაცმელი, აქ მე თასმები, აქაც ანუ ფეხსაცმლის დამუშავება ნელ-ნელა, შარვალი, მე გრადიენტი შარვლისთვის, აი რომ დააკვირდეთ, ერთი ფერი არ დავტოვე და დავუმატე კიდევ პატარაზე ახალი ფერი, შემდეგ ანუ ჩანთა, ეს ნუ ეს ნაწილი რაც არის. აქაც მე ამასაც გრადიენტს უმატებ, ანუ რომ დააკვირდეთ, ანუ აი ეს ფერი არის, მაგრამ როგორც კი ანუ გრადიენტს უმატებ, ცოტა უფრო საინტერესო ხდება. კიდევ აქაც ანუ ესეთი ფერი. აქაც მე დამუშავების პატარა ელემენტები, აქ უკანა განათება, აქ მე glow effect-ი გავუკეთე. ესეც უკანა ფონი. თვითონ ეს უკანა ფონის გრადიენტი. და ნუ აქ მე line art-ი რომ მთლიანად შავი არ ყოფილიყო, ესეც რა თქმა უნდა შევუცვალე. და აქაც ეს პატარა ელემენტები, რაც იყო გასასწორებელი, სულ ბოლოს გავასწორე. და ნუ საბოლოოდ მიიღო ესეთი სახე. მანი პორტფოლიოს ნახვას რაც შევძლებთ, აი ახლავე დაგილინკოთ პორტფოლიოს. ესეც ნახატები არ მაქვს ოღონდ. მაინც აი ეს არის ჩემი პორტფოლიო, ძირითადად ესეთ რაღაცეებზე ვმუშაობ. ანუ ილუსტრაციების, ცოტა უფრო რეალისტური ილუსტრაციების აქაც პატარა პროცესი ამის. აი აქაც ჩანახატი, აგება შემდეგ და დამუშავება. და ნუ ესეც რა ქვია, ისინი უკვე შედარებით ცოლებია, მაგრამ გასანახლებელი მაქვს ცოტა პორტფოლიოქაც. აი აქაც ჩანახატმა, ანუ მთელი ეს პროცესი გაიარა. ესეთი ჩანახატები, აწყობა, დამუშავება. ნუ მოკლედ, დაახლოებით იგივე, რაც ამაზე. ნუ ეს არის იდეაში თითქმის ყველაფერი, რაც უნდა გაგვევლო, რამე კითხვები თუ გაქვთ. მოვისმენ. რომ გაინტერესებთ. ანუ ხატო მაინც უნდა იცოდე რაღაც დოზით სავარაუდოდ. არ არის აუცილებელი, რა ქვია, ანუ შეგიძლიათ უბრალოდ რომ თავარი გქონდეთ სახატავი პლანშეტი და სურვილი რომ ისწავლოთ, იმიტომ რომ თავიდან, ანუ ეს არის უფრო
პერსონაჟის პირდაპირ ილუსტრაცია. თუ თავიდან რასაც გავაკეთებთ, იქნება აი რაღაცა ესეთი რაღაცები, როგორიც არის, ანუ მოცულობაში როგორ დავხატოთ. აი მაგალითად რაღაცა აი შეიძლება იყოს კუბიკი, სხვადასხვა რაკურსებით. ანუ ესეთი საბაზისო რაღაცეების კეთებას ვისწავლით. შემდეგ ანუ სხვადასხვა ფორმების აგება პერსპექტივაში. და გაჩვენებთ კიდეც გონი გადმოუწერა ის. ой, გიორგი, რა ხან აქ თუ შეგიძლია გაგვიზიარო შენი ფინალური, იმიტომ რომ შენი ვერ გადმოუწერა. გაგიზიაროთ, ანუ როგორ as virtual print screen თუ Instagram post-ი არის. თუ Instagram-ზე კიდევ შეგიძლია ლინკი ჩააგდო და ლაშა ჩართავს ალბათ, ან მე ჩავთავ. და ეს არის ანუ ერთ-ერთი ჩვენი წინამოსწავლის პროექტი. ანუ როგორც ხედავთ, ანუ დამსგავსი პროცესი გაიარა იმის რაც გაჩვენეთ, ჩანახატები, ანუ სილუეტები თავიდან. ანუ ეს იყო საბოლოოდ რაც გააკეთა, შექმნა ორი სხვადასხვა პერსონაჟი, ну, ერთი პერსონაჟი, ორი სხვადასხვა სახე. და ანუ რაც ნახეთ, ანუ სხვადასხვა არტბუქებში დამსგავსი პროცესი გაიარა მაგის, ანუ პერსონაჟი, სახის გამომეტყველებები, შემდეგ ანუ მეორე ვარიანტი იგივე პერსონაჟის, სწორედ სახე. აქ უკვე უბრალოდ პრეზენტაციისთვის არის ესეთი რაღაცები დასმული, მაგრამ ხო, ანუ რაღაცა მსგავს გავაკეთებთ კიდევ ჩვენი ერთი მოსწავლის ნამუშევარი ერთი წამით იძლია გავაზიაროთ, ეს ეკრანზე უნდა იყოს შენახული. ესეც ანუ მეორე პერსონაჟისთვის, ანუ ეს სხვა მოსწავლის მიერ გაკეთებული, ანუ ჩანახატები. ამ ჩანახატებიდან მე ერთ-ერთი ანუ დამუშავება, მე ერთ-ერთი ჩანახატის არჩევა. შემდეგ ანუ იარაღის დიზაინები. აქაც მე უკვე პერსონაჟისთვის ანუ სხვადასხვა მოძრაობები, სახის პოვნა და ანუ დამუშავება. და რაღაცა ესეთი საბოლოო სახე მიიღო, რა ქვია, ნამუშევარმა. ну მოკლედ ანუ კურსზე თავიდან ყველაფერს გავлет ფუნდამენტების შესწავლით. ფუნდამენტებში გულისხმობ იმას, რომ ვისწავლით როგორიც არის ნახატის აგება. აი მოდით ის რა შეიძლება უფრო მარტივი რო იყოს სილაბუსს გავხსნი, რომ რამე არ გამომჩეს. აი გიორგისაც გაუზიარებია თავისი ის რა ქვია. აი ეს არის გიორგიმ რაც გააკეთა. რა ქვია გარემო ანუ არქიტექტურული დიზაინი. ლაშა შეგიძლია ცოტა მოზუმო, ძალიან შორს ხედავთ და არ ჩანს კარგად. მადლობა. ხო, ანუ არქიტექტურული ანუ ფენტეზი სამყაროსთვის გაკეთებული არქიტექტურული დიზაინები. ხო ეს ანუ ხის დიზაინები, სადაც ანუ მოდი გიორგი შენ ხო არ გინდა ისაუბრო ამაზე? კი, ანუ აი ესეთი პროექტი იყო, რომ ჯობია ეს ყოფილიყო მეხუთე პროექტი და არა პირველი. იმიტომ რომ ერთმანეთზე არის დალაგებული. ჯერ უნდა ააგო ხის დიზაინი, ისეთი რომ მომხიბლელი იყოს. მე უნდა გააკეთო თვითონ სპირალები, რომელიც იქნება იმ ხეებზე და მე ამ სპირალებზე უნდა იყოს სახლი. და ახლა უფრო გავამარტივე ყველაფერი, რომ პროექტი იყოს უფრო მარტივი. უბრალოდ ახლა ვმუშაობ სხვა პროექტზე, რომელიც ამაზე ბევრად მარტივია. ბატონო. მადლობა დიდი გიორგის, რომ გაგვიზიარა, დააფოლოვეთ Instagram-ზე. ხო. ეს არის მოკლედ, რასაც გავლის და მოდი გავხსნი იმას რა ქვია, სილაბუსს. რომ ძალიან მოკლედ, ანუ ვისაც რამე კითხვები გაქვთ თვითონ ამ კურსთან დაკავშირებით, რომ გავიაროთ. ხო, ანუ თავიდან ანუ შესავალი Photoshop-ში, ანუ კიდევ ერთხელ წინა კურსზე ეს არ დაგჭირდა, მაგრამ თუ იქნება ხალხი, ვინც არ იცის Photoshop-თან მუშაობა, დავფარო. მე ნახატის აგების საფუძვლები, ანუ აქაც ძალიან საბაზისო რაღაცით ვიწყებთ, ანუ ზოგადად როგორ გავაკეთოთ ნახატი, როგორ ავაგოთ, თავიდან სრული ნულიდან ვისწავლით მაგას და ანუ იმაზეც არის დარდო თუ უკვე ნახატის აგება იცით, ანუ დამიჯერეთ ყველას გამოგვადგება, იმიტომ რომ ანუ ფუნდამენტებისკენ მიბრუნება ყოველთვის კარგი არის ხატვისთვის.
შემდეგ გავლით ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ლექციებს, როგორც არის კონსტრუქცია და პერსპექტივა, ანუ ფორმის და რა ქვია, მოცულობის მიხედვით სხვადასხვა ობიექტების აგებას. ანუ მთელი 3 ლექცია მაგისტრის დათმობილი. შემდეგ ანუ გადავაცეთ რაღაცებს, როგორც არის რეალობიდან და ფოტოდან ხატვა, მატერიალები და ტექსტურა და master study-ები. ერთი წამით შეიძლება თუ მახსოვს ეს ნახატები თუ შევინახეთ დემონსტრაციები რაც გავაკეთე გაჩვენებთ დაახლოებით რას გავიგეთ. ერთი წამი მჭირდება უბრალოდ. ახლა გამახსენდა რომ შეიძლება მქონდეს ამის ახლა რომ გაჩვენოთ დაახლოებით რას გავიგეთ. არის აბა აი ხო, აი მაგალითად ერთ-ერთი ლექციის. აი ეს არის რასაც გავაკეთებთ ამ ესეთ სავარჯიშოს. აი აქ რომ წერია მატერიალები და ტექსტურა, ანუ მეორე მატერიალები და ტექსტურაზე ვისწავლთ ესეთი რაღაცის კეთებას და აი ეს რაღაც არის რაც მოსწავლეებმაც გაკეთეს. ეს არის ჩემი დემონსტრაცია და მსგავსი დავალება გექნებათ მაგალითად გასაკეთებელი. თუ არის კიდე რამე რაც ხო ისეთ რაღაცასაც ვისწავლით, როგორც არის თუნდაც ანუ სტილის მორგება, შესწავლა, აი გავაკეთებთ კიდევ ესეთ სავარჯიშოებს, რომ ვიღებთ რაღაცა ფორმას, გავაერთიანებთ, მაგისგან აი როგორც გავაკეთეთ, ანუ სილუეტისგან პერსონაჟის შექმნა. ხო, ანუ მთელი ესეთი პატარა სავარჯიშოები და პროცესები, ანუ მუდამ გვექნება, რაც ანუ მიუხედავად იმისა, ანუ იცით თუ გეცვენება თუ არა ხატვა, ანუ ნელ-ნელა დაიხვეწებით და ისწავლით ამ ყველაფრის კეთებას. თუ მაქვს კიდევ რამე? ხო და ეს მაგალითად აი ჩანახატები, აი რაღაცა ესეთი ჩანახატების გაკეთებაც მოგიწევთ. აი ეს არის მაგალითად პერსპექტივის და პირველი ლექციები, რომ პერსპექტივაში ოთახის აგებას ვისწავლით, აქ თუნდაც ანუ მწერის ჩასმას პერსპექტივაში, პერსონაჟის ესეთი ჩანახატების კეთებას და მოკლედ ესეთ რაღაცებს გავუვლით. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, ანუ როდესაც მივალთ მე-9 ლექციამდე, მე-9 ლექციის მერე დავიწყებთ ანუ ფინალურ პროექტზე მუშაობას და ფინალური პროექტის უკვე გაჩვენეთ როგორ გამოიყურება. იმას რა ქვია, მოკლედ ყველაფერსაც დავფარავთ და მერე მოდის უკვე რადგანაც ანუ ხატვის რაღაცა ბაზას შევქმნით, უკვე გავიცეთ რაღაცას როგორც არის დიზაინის პრინციპები და როგორ მოვარგოთ ეს დიზაინის პრინციპები თვითონ ამ იმას რა ქვია, თქვენს საბოლოო პროექტს. ასევე თუ სურვილი იქნა კურსზე, იმიტომ რომ წინაზე ყველას არ ქონდა წვდომა, რა ქვია, პერსონალურ კომპიუტერთან, ბლენდერთან მუშაობასაც გვექნება ერთი ლექცია. თუ რა თქმა უნდა, მოხდა და ანუ კურსის დროს, ანუ დავინახე რომ არის მაგის საშუალება თუ არა და ერთი ექსტრა ლექცია, ანუ ბლენდერის მაგივრად დაემატება პერსპექტივაში ლექცია. იმის მიხედვით, ანუ ასე თუ ისე, ანუ მოქმედად მოვერგებით იმას რაც გვჭირდება. ანუ საბოლოოდ მერე პრეზენტაცია ამ კურსის, ანუ დამუშავება კურსის კი არა ფინალურის.